გამარჯობათ მეგობრებო. მოკლედ დიდი ამბები არის ატეხილი აქ შიგ ევროპაში და ცალკე შიგ ისრაელში. უკნიდან განათლებულების ახალ სამშობლოში და მინდა ამაზე ცოტა ხნით გესაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები მოხდა. რა ვიცი, მე მგონი დროა ქართველებმა გაახილონ თვალები კარგად. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ძალიან მოკლედ სატანიაღუ, რომელიც დიდ ტაშფანდურში იყო, რომ თურმე ირანი დაამარცხა და თურმე რომ ესა რა ქვია გაიმარჯვა და მიზნებს მიაღწია, რომ ბირთვული ობიექტები განადგურდა და სარაკეტო ქარხნები გაანადგურა და მოკლედ თავის მიზნებს მიაღწია. აღმოჩნდა, რომ დაჭერის კანდიდატია მის მშობლიურ ისრაელში. და საქმე, რომელიც იყო აღძრული 2019 წელს, გაცოცხლებულია და სატანიაღუს შეიძლება ძალიან მალე ჩაავლონ თვითონ ებრაელებმა ხელი და ამოაყოფიონ თავი ციხეში. და იქ ითვალოს მერე დღეები გემრიელად. ამას რატო ვამბობ, იცით? საერთოდ ნებისმიერი ომები, ნებისმიერი კრიზისები, ნებისმიერი ასეთი გართულებული სიტუაციები და თანაც ასე მოულოდნელად ზუსტად მაშინ ხდება, როდესაც რომელიმე ხელისუფლებას, რომელიღაცა ლიდერს, რომელიღაცა პოლიტიკურ პარტიას ძალიან უჭირს ქვეყნის შიგნით. იმიტომ რომ კრიზისის და ომის პერიოდში გინდა არ გინდა ერი იკვრება, ერთიანდება ერთი მტრის წინააღმდეგ. სატანიაღუ ამას აკეთებდა მთელი ამ ხნის მანძილზე და როგორც აღმოჩნდა, ახლა დამთავრდა ომი და ეს ომის შედეგები ხო, რა ვიცი, ყველამ იზეიმა უკაცრავად ანდილოსნებთან და ჯგუფური სექსი გეგონებოდა სამში. თეირანში ცალკე გამარჯვებას ზეიმობდნენ, ისრაელში ცალკე გამარჯვებას ზეიმობდნენ, იმაში რა ქვია, ვაშინგტონში ცალკე გამარჯვებას ზეიმობდნენ, თუმცა რა აზეიმებდათ ამას ვერ გაიგებდა ადამიანი. ერთადერთი ვისაც ჰქონდა ალბათ მართლაც საზეიმოდ საქმე, რეალურად ეს იყო ისრაელი, იმიტომ რომ გადარჩა ისრაელი როგორც სახელმწიფო, როგორც ტერიტორიული ერთეული, რომელიც ამდენი ხანი იდგა, მართლა გადასარჩენად ჰქონდა საქმე. და დღეს გამოვიდა ტრამპი, ამათი საყვარელი ტრამპაცუმბა და გამოაცხადა ის, რომ პირდაპირ გამოაცხადა ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინაო ისრაელიო და ახლა დრო არისო, რომ ნეთანიაჰუც გადავარჩინოთო, კაცო რა დაჭერის კანდიდატიო და რის დაჭერაო, ეს ჩვენი ძმა და მეგობარი არისო, ნეთანიაჰუ ეს არისო, თავარი მაგარი კაციო და ჩვენი მარჯვენა ხელიო, არ დაიჭიროთო. ვინ ეკითხება ახლა ტრამპს ერთი რო ვთქვათ, მის ქვეყანაში სასამართლოს ამბავი როგორ იქნება და რანაირად იქნება. წავიდეს მის ქვეყანას მიხედოს და დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტები არ უნდა ერეოდნენ სხვა ქვეყნის საქმეებში და მით უმეტეს სასამართლოს საქმეებში, როდესაც ესეთ რამეზე არის. ახლა იქ სხვა რამეზე არის საქმეები აღძრული, იქ რაღაცა თამის აღებასთან დაკავშირებით, იქ ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით და ესე შემდეგ. თუმცა სინამდვილეში არ გამოურიცხავ იმას, რომ ნეთანიაჰუ ვერ აღმოჩნდა ის ადამიანი, ადამიანიც გაამართლებდა იმ სიონისტურ იმედებს, ამიტომ ის სამაგალითოდ სიონისტებმა უნდა დასაჯონ. ახლა არ ვიცი, წინასწარ ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ორი ვარიანტი არის. ერთი ვარიანტი ის არის, რომ თვითონ ებრაელი ხალხი, რა ვიცი, თუ მოიგო აზრზე და თუ მიხვდა იმას, რომ ნეთანიაჰუს ხელში იყო ნამდვილად ისრაელი იარსებებდა თუ არ იარსებებდა, მისი შტერული ავანტიურისტული გამოხტომებიდან გამომდინარე, რო არ მოსულიყო. მე ვამბობდი ამას, რო არ მოსულიყო შეერთებული შტატები თავის დროზე საშველად და დიპლომატიით და მთელი ამბებით, ისრაელიდან დიდი 3-4 დღეში არაფერი არ დარჩებოდა. ვერ შეინარჩუნებდა ეს თავს, მაშინ ზოგიერს ეცინებოდა. ეს ტრამპმა გამოაცხადა პირდაპირ, ჩვენ გადავარჩინეთ ისრაელი და მართლა გადაარჩინეს. და ახლა ნეთანიაჰუ უნდა გადავარჩინონ. ეს ნეთანიაჰუ ღოველები რო გყავს ბევრი ამ ემაში. ახლა წადით და უშველეთ თქვენ ლიდერს შეენაცვლეთ.
რამენაირად არ დაიჭირონ ბოლში. აი ეს ორი ვერსია შეიძლება აქ არსებობდეს. ერთი ის რომ ნეთანიაჰუს თვითონ ჯიან იმის გამო რომ მან თავისი წამოწყებული ავანტიურა და თავისი წამოწყებული პროვოკაცია ვერ მიიყვანა ბოლომდე და ამისთვის იყენებდნენ ძველ სასჯელს. მეორე არის ის რომ როგორც იქნა მიეცა თვითონ ისრაელში ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები ეყოლებათ იქაც და ის რომ ნეთანიაჰუ მთელი ეს პერიოდი ის იქნებოდა 7 ოქტომბრის ამბავი დღეს რომ ძალიან ვენებს იჭრიან და წივიან და კივიან და შემოგვივარდნენ და ახოცენ და ასექნეს და ისექნეს ვინ მისცა საშუალება იმათ შემოსვლის და ვინ მისცა საშუალება იმათ იმ უბედურების უბრალოდ იმისთვის ჭირდებოდათ ის უბედურება მე რომ ღაზის გენოციდი გაეკეთებიათ და მე რომ ირანს დასხმოდნენ თავს და ამ პერიოდში ნეთანიაჰუს პრობლემები აღარავის არ ემახსოვრებოდა. ასე ხდება ეს ასე იყო საქართველოშიც შევარდნაძე როდესაც ჩამოათესლეს აქ და თავის თანამდებობას ვერ ინარჩუნებდა თბილისში გადატრიალების მერე აფხაზეთში ატეხა ომი. ასე იყო სააკოვიც 2008 წელს როდესაც 2007 წლის აქციების მერე დამხობაზე იყო უკვე ნაცების საქმე ადგა და დაიწყო ომი. ეს ყოველთვის ასე ხდება, ეს აქსიომა არის ამ ყველაფრის. მით უმეტეს ასე მოულოდნელად და ასე სწრაფად და ასე იმათ ამაში არის საქმე რა. ნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს სატანიაჰუს რა დაემართება და მის მიმდევრებს დავინახავთ. აგერ ფაქტი არის ის, რომ ისრაელს სულ ცოტა დააკლდა და როგორც სახელმწიფო გაქრებოდა პირისაგან მიწის ახლა ვისაც უნდა ეს დაიჯეროს, ვისაც არ უნდა და უსმინოს იმის, რა ქვია, დიდი ებრაელი კეზერას და იმის, რა ქვია, სოროსელების დაწერილი მგონს, ფაქტი ასე არის და სწორად თქვა ტრამპმა გადავარჩინეო. ახლა კიდევ ამათო რა მოუათო, არ ვიცი მე და ნეთანიაჰუც გადასარჩენი არის. მოკლედ უძრებიან ერთმანეთს საერთოდ დღევანდელი მე წინა ლაივში ვთქვი რომ დღეს ძალიან რთული პერიოდი არის, იმიტომ არის რთული პერიოდი რომ სახელმწიფო სათავეებში არიან ძალიან დებილი ადამიანები მოსული და საერთოდ შტერი მარტივად აქცევს ქვეყანას. აი ამაში არის საქმე. აი ამაში არის მთელი უბედურება რომ შტერს უნდა ჩააბარო ქვეყანა, შტერი მარტივად აქცევს ქვეყანას. და სოფლიო ლიდერებს და ამ საპასუხისმგებლო პირებს რომ გადახედო ეს მერცი იქნება, სტარმერი იქნება, ის რა ქვია, სირიეს რა ქვია, საფრანგეთის პრეზიდენტი თუ ვინც იქნება რა, ნორმალური ლიდერი ახლა ევროპაში ერთადერთი თუ შეხედა ორბანი არის, რომელიც სერიოზულად აზროვნებს და ბევრ რაღაცაში, ბევრი რაღაციდან კიდე ასტაბილურებს ამ პროცესებს თუ არა. ხო, სუკაშვილი. განარჩენს ახლა რო შეხედო, ყველა არის ჩამოყალიბებული დებილი. ჩამოყალიბებული დებილი, კომპლექსიანი ავადმყოფი და მარტივად, პირდაპირ რო შეხედავ, რომ ხო, მაკრონი. პირდაპირ რო შეხედავ, რომ დასმული არის რა. დასმული არის, გაგიმარჯოს დავით. მე საფრანგეთში სხვათა შორის პოლიტიკური გასაუბრების დროს აქ მითხრეს ესეთი რაღაცა. პირდაპირ მითხრეს, არ დაუმალიათ. აი სოროსის ფონდიო, ეს მარშალ ფონდიო, რომელთანაც შენო პრობლემები გაქვს საქართველოში და გქონდაო, ესენი იყვნენ პირველი დამფინანსებლებიო მაკრონის საარჩევნო კამპანიის. ხო. ზედმეტად ვინმეს დაინტერესებს სტენოგრამის გამოდება შემიძლია ის. და თქვენო, როდესაცო პრობლემა გაქვთ ამ ფონდებთანო, ვინცო მაკრონსო აფინანსებდაო, გამოდისო, რომ ისო რა ქვია, ამერიკელებმაო დაგვისვესო და ებრაულმა ფონდებმაო დაგვისვესო მაკრონიო, მეთქი, არა, მაგით ჩემი საქმე, მე ჩემი ქვეყნის პოლიტიკაზე მკითხე, თუ რამე გინდა შემეკითხო და არ მაინტერესებს მე საფრანგეთის პოლიტიკა, თქვა ახლა რაღაც დებილიზმი იყო, რომ მე სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩამეყო ცხვირი, ხო? არც მოქალაქე ვიყავი და არც არაფერი უფლება არ მქონდა, მაგრამ იმდენად ასე რომ ვთქვათ, იმდენად ღია არის და იმდენად აშკარა არის ეს ყველაფერი, რომ ეს არის ამ ხალხის დასმული კუკლა, ასე რომ ვთქვათ, ხო? ამას არც მალავენ და პირიქით იამაყებათ კიდეც. მოკლედ იქ სატანიაჰუს თავისი ამბავი მოულის, თუ არ მოულიან არ მაინტერესებს. კი, ვნახე ამერიკელების სამხედრო აღლუმი სასაცილო იყო სიმართლე გითხრა, მაგრამ არა, ეს ქვეყანა ნაჩვევი სამხედრო აღლუმების ჩატარებას და აქედან გამომდინარე არა, გასაკვირი რომ ესეთი აღლუმი იქნა ჩატარებული.
ну, ცალკე თემა არის, მოდი ამაზე მე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ეხლა მინდა უბრალოდ გადმოვინაცვლოთ ცოტა ჩაშუშდა ახლო აღმოსავლეთი დროებით, ცოტა ხნით ჩაშუშდა ახლო აღმოსავლეთი და რა თქმა უნდა ეს უკრაინა ისევე დაბრუნდა წვეთში. თუ არა, აღარავის არ ახსოვდა უკრაინა, აღარავის არ ახსოვდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, სადაც მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერმა გადახედეთ, ისაც გაინტერესებთ, რუსული არმია კატასტროფულად წინ მიიწევს და ყოველ დღე ავითარებს შემტევით ოპერაციებს, ანუ რუსები არიან გადასული შეტევაზე, იგრძნეს მათ, რომ რესურსი, რომელი რესურსიც უკრაინელებისთვის იყო გამოყოფილი, ელნელა იწურება და სანამ ახლის შევსება მოხდება, იკავებენ ტერიტორიებს. ამიტომ ეგრეთ წოდებული ნატო კვატო სამიტი, რომელიც ჩატარდა, ჰააგაში ჩატარდა, აგერ ახლა გუშინ იყო, ძალიან საინტერესო მოვლენები განვითარდა იქ. ძალიან საინტერესო პასუხები იქნა გაცემული. დიახ, მაიკო, გეთანხმები, ნამდვილად მასე იყო. მოკლედ, პირველ რიგში, აი, უნდა ენახა ადამიანს ეს კადრები, ცადა ქვეყანა, ესე იგი, დასცინის მთელი ახლა ევროპული აქაური პრესა, სანამ შემოვიდოდი, გადმოვხედე და აი, უბრალოდ დაცინიან ნატოს გენერალურ მდივანს და საერთოდ ევროპის ლიდერებს, რომლებიც ესე იგი ტრამპის მიმართ ისე თვალთმაქსურ მლიქვნელობას გამოხატავდნენ, რომ ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა რა. იქამდე ესეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორც ბლუმბერგი არის და პოლიტიკო არის და ლემონდი და ისინი წერდნენ ამ ყველაფერს, რომ ასეთი თვალთმაქსობით ვერაფერს ვერ გავლიან. ხა რაში იყო საქმე რა? როდესაც ჩამოვიდა ეს ტრამპაცუმპა აქ, ტრამპაცუმპა ხო საერთოდ წინა სროგზე როცა იყო პრეზიდენტი ამბობდა, რომ მე ნატო საერთოდ არ მაინტერესებსო და ნატო საერთოდ უნდა დაიშალოსო, კაცო. მე ამერიკა მაინტერესებს და მორჩაო, კაცო, გამოვდივარო და ეგ ნატო რაც კიდაო. მეორედ მოსვლის დროსაც, როდესაც დაბრუნდა არანაირი დიდი სიმპათიებს არ გრძნობდა, მით უმეტეს, როდესაც ითხოვდა, რომ ეს ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც ამერიკელებზე არიან ჩამოკიდებული და მთელი ნატო არის ამერიკის უსაფრთხოებაზე ჩამოკიდებული და თვითონ ფულის დახარჯვა არ უნდათ, ამათთვის ხო ფული არის წმინდათა წმინდა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-საც კი არ ხარჯავდნენ, ახლა მოითხოვა 5% უნდა იქნას დახარჯული. არც ეს 5% არ უშველით, იმიტომ რომ აქ ამას თავისი ობიექტური ახსნა და დასაბუთება, თუმცა ახლა არა მაგაზე საუბარის, რომ მოკლედ ფულს, რომელსაც ევროპელები არ ხარჯავდნენ თავიანთ უსაფრთხოებაზე, ძალიან შეშინებულები იყვნენ, რომ ტრამპის განცხადება იყო ბევრ მიმართულებაზე, რომ ის გერმანიის, პოლონეთის, სხვა ქვეყნების უსაფრთხოებაზე პასუხს არ აგებს, ყავს რამოდენიმე მოკავშირე ორბანის თამადობით იქ და იქ გადააჯგუფებდა ჯარებს და ევროპა მიფიქროს თავიანთ უსაფრთხოებაზე, ევროპა მიფიქროს უკრაინის პრობლემაზე, იქედან გამომდინარე, რომ ეს არის მათი უშუალო მეზობელი და უკრაინის პრობლემები მოაგვარონ თვითონ მოაგვარონ ეს პრობლემები, იმიტომ რომ ამერიკას აქვს ლამაზი ოკეანე და არ აინტერესებს ეგ რუსებთანაც დალაგდნენ თვითონ. ამიტომ მთელი ეს შიგ უკნიდან განათლებული ევროპელები იყვნენ აკანკალებულები, იმიტომ რომ ნატოდან რო გავიდეს შეერთებული შტატები, მთლიანად რო აიღოთ მთელი ნატო და რო აიღოთ შეერთებული შტატები, თავად ამ ორგანიზაციის საკითხებში, მარტო შეერთებული შტატები არის 2/3 დამფინანსებელი ამ ორგანიზაციის. შეერთებული შტატების ბაზები არის განთავსებული ევროპაში, შეერთებული შტატების ბირთვული იარაღი არის განთავსებული ევროპაში, შეერთებული შტატების საჰაერო და ბირთვული ფარი არის განთავსებული, რომელიც ახდენს ევროპის დაცვას. თუკი ამ ყველაფერს მოხსნიან ამერიკელები, ევროპელები ამას ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებენ, რაც არ უნდა იქაჩოს მაკრონმა და რაც არ უნდა იძახოს ის, რომ საფრანგეთი შეთავაზებს ევროპას ბირთვულ ფარს, გამორიცხულია, იმიტომ რომ იმ ბირთვული არსენალით, რომელიც გააჩნია საფრანგეთს შეუძლებელია 300 ქობინიანი ბირთვულმა ქვეყანამ შეძლოს ბირთვული ფარის უზრუნველყოფა მთელი ევროპის. ამიტომ ყველა ესენი ლამის როგორც წაგუზული 4-ზე დამდგარი ძაღლებივი დაახმდნენ და დიდო ტრამპო და შენი ლიდერობით და შენ ხარ ჩვენი მამაო. მამა ხარო ჩვენიო, ასე განუცხადა. იმან რა ქვია რიუტემ
ისო აი პატარა ბავშვები ვითა ჩხუბობენ კაცო ისრაელი და ირანიო და ხო ამან ესე როგორც მამაო შემოსწრებსო შვილებსო ხანდახანო ასეო უნდა შემოგცხო დააქვს საჯეო ბატონო პრეზიდენტო დააქვს საჯეო თქვენი ლიდერობით თუ გადავრჩებითო თუმცა სხვანაირად არ გადავრჩებითო და ძალიან არასასიამოვნო საკითხი რომელიც იყო ბევრი ევროპული ქვეყნისთვის მისაღები 5% კლიანი შიდა პროდუქტის ესა უზარმაზარი თანხა რომელიც საერთო ჯამში სადღაც ტრილიონამდე იყრის თავს რომ ნატომ თავისი თავდაცვის უსაფრთხოების გაძლიერება მოახდინოს ევროპაში იქნება უზრუნველყოფილი იმიტომ რომ ევროპელები იყვნენ გაპარაზიტირებულები მთლიანად იყვნენ მინდობილი ამერიკელების დაცვაზე და ეს ახლა საქმეზე როდესაც მიდგა მთელი ევროპული შეიარაღება იქნა გაგზავნილი უკრაინაში და ევროპა თვითონ თავის უსაფრთხოებას ვერ იცავს. ამიტომ ამას ჭირდება თანხები, ამას ჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან ევროპა, რომელიც საერთოდ გაპარაზიტდა 90 წლის მერე, 1990 წლის მერე, 91 წლიდან უკვე საბჭოთა კავშირმა რუაღელ შეწყვიტა არსებობა და დადგა ეგრეთ წოდებული ლიბერალიზმის ეპოქა. ყველას ეგონა რომ ომი არ იქნებოდა და იტაშფანდურებდნენ, მაგრამ აი უკრაინის ომმა აჩვენა რომ იმ საკითხით უსაფრთხოება ევროპის რომელიც აქამდე წარმოედგინა შეუძლებელი იყო. ამიტომ საჭირო არის ამ ხნის მანძილზე გაკეთებული წვეთის შევსება, საჭირო არის ხელახლა გააზრდა შეიარაღებული ძალების და ესაა ყველაზე რთული, იმიტომ რომ ფულს და შეიარაღების წარმოებას კიდე სწრაფად მოახერხებენ, მაგრამ შეუძლებელი არის რომ იმ ტანკს ჭირდება თავისი პერსონალი ვინც წაიყვანს, იმ მაღალი ყველაზე რთული რაცა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების და სხვა ოფიცრების გაზრდა ჭირდება წლები და ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში 10 წელიწადში შეძლებს ევროპა საკუთარი თავის უსაფრთხოებას რუსეთთან მიმართებაში. რომ იცოდეთ რეალობას, მე არ ვამბობ ეს ვიღაცები რომ ბოდავენ შეერთებული შტატების გარეშე. შეერთებული შტატების აი ეს იყო ისეთივე ბუტაფორიული უსაფრთხოება იყო ევროპაში, როგორი ბუტაფორიული უსაფრთხოებაც აღმოჩნდა, რომ ისრაელს ჰქონდა და 3 დღეში პრაქტიკულად ამ ქვეყანამ ვერ შეძლო საკუთარი თავის დაცვა დახმარების გარეშე ირანის წინააღმდეგ. აი ესეთი და უფრო უარესი მდგომარეობა არის, ისრაელზე მეტი უარესი მდგომარეობა არის, ამიტომ აი კომენტარი იყო, რომ ესპანეთი წინააღმდეგი არის 5%-ის გადახდის და საერთოდ გამოაცხადა, რომ მე ამხელა ესე იგი ამხელა თანხის გადახდას ესპანეთს ურჩევნია, რომ ნატოს არაფერი სიკეთე არ მოაქვს ესპანეთისთვის, ესპანეთს თავს არავინ არ ესხმის და იხადოს ესპანეთმა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 5% ნატოს წევრობაში, ამას ჯობია საერთოდ გავიდეს და მართლებიც არიან, 100%-იანად მართლები არიან, იმიტომ რომ ესპანეთს ახლა თავდამსხმელი ნამდვილად არავინ არაა და ესპანეთმა საკუთარი თავის თავდაცვაზე რო დახარჯოს 1 და 2%, ასე ამოდის ყელში, ვიდრე 5% იხადოს კოლექტიური ევროპის უსაფრთხოებაში და ბალტიელების უსაფრთხოებაში, ფინელების უსაფრთხოებაში, პოლონელების უსაფრთხოებაში, რომელიც ითვლება ახლა რუსეთი და ესპანეთი ისტორიულად ერთმანეთს არასდროს არ ეომებოდა პირიქით. რუსები უფრო იქეთ თუ ეხმარებოდნენ ესპანელებს აჯანყებაში და ამბოხებაში, ეს ძალიან კარგად იციან თვითონაც და არაფერი თავის ტკივილი არ აქვს, სხვა ესპანეთს არავინ არ ესხმის თავს, არ აყავს აგრესიული მეზობლები და არაფერში არ ჭირდება ესპანეთს ახლა კიდე ამხელა უზარმაზარი თანხის გადახდა იმაში, რომ იყოს დაცული ნატოს აღმოსავლეთის საზღვრები. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა არის და ამან შეიძლება მართლა მოახდინოს ამ ნატოს როგორც ასეთი ევროპული უსაფრთხოების ფარის დაშლა, იმიტომ რომ ქვეყნები, რომლებიც თვლიან, რომ ეს ომი მათი ომი არ არის, არ უნდა იომონ ამ ომში, თან უფრო და უფრო მრავლდებიან, მით უმეტეს, როდესაც ეკონომიკური კრიზისის ფონი არის, თანხა არის ამხელა გადასახდელი და ასე შემდეგ. ახლა რაში აინტერესებს ესპანელს სადღაც ლიტველის, ლატვიელის და ესტონელის კავკავი, რომელიც დღედაღამე აი როგორც ჩვენთანაა პუტინისგან ტრისხატი შექმნილი, ისე ყავს ტრისხატი შექმნილი ამათგან და იმის რა ქვია, ცეპნოიპიოსები არიან რა, ანუ
ჯადზედამბული ძაღლები არიან ბრიუსელის და როცა უნდათ აყეფებენ და აკავკავებენ, დაიღალა ეს ხალხი და ამ ხელა ფულის გადახდას არ აპირებენ. არ ვიცი. საინტერესო არის ევროპელები პირველ რიგში პრაგმატული ხალხი არიან, ისინი თვლიან იმას, რომ ისინი თვლიან რომ პირველ რიგში უსაფრთხოება ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამ ხელა ხარჯი მათ არ უღირთ ეს ყველაფერი, ამიტომ ხარჯების გაწევამ შეიძლება დიდი პრობლემები შექმნას. არ ვიცი, ახლა ტრამპისთვის ეს კიდევ ერთი ძალიან კარგი მათრახი არის მაგათთვის გადასარწმუნად, იმიტომ რომ ევროკავშირის მიმართ და ევროპელების მიმართ დიდად მოწყალი არ არის ტრამპი, ცალკე სანქციებს აწესებს, ცალკე გავალიძახის, აშანტაჟებს ამ იმას და ამ ხელა ხარჯები თავდაცვაზე თავისთავად ეკონომიკას მოაკლდება და ეკონომიკას რომ მოაკლდება, დოლარის კონკურენტი ევრო ძალიან მოსუსტდება, რაც მიცემს შეერთებულ შტატებს კიდევ და კიდევ გაძლიერების საშუალებას. მოკლედ ვრცელი თემა არის. იტალიის თავდაცვის მინისტრმაც განაცხადა ნატოს დატოვების თემაზე. კი ბატონო. არაერთი ქვეყანა განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს საუბრები არის და იგივე პრობლემები იქნება პორტუგალიაში, რომელსაც ასევე დიდად აყვავებული ეკონომიკა არ გააჩნია და არავინ პორტუგალიას თავს არ ესხმის და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. არ ვიცი, ნახოთ, შევხედოთ, საინტერესო არის თუ როგორი მოვლენები იქნება. ახლა იტალიასაც თუ ავიღებთ და მეორე მსოფლიო ომს თუ არ ჩავთვლით, როდესაც იყო ჰიტლერის მოკავშირე, იტალიას და რუსეთს არასდროს არ ქონია ერთმანეთთან პრობლემები. არასდროს არ ყოფილა ეგ პრობლემები. იყო მხოლოდ და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ურთიერთდაპირისპირება, ესეც, ახლა მსოფლიო ომი იყო და იმაშვებოდნენ და ამაშვებოდნენ. არავინ იცის საბერძნეთი როგორ რეაგირებას მოახდენს, იმიტომ რომ საბერძნეთს თურქეთი ყავს მტრად და თურქეთი ნატოს წევრი არის და როგორც კვიპროსის კონფლიქტმა აჩვენა, ორი ნატოს წევრი ქვეყანა ერთმანეთში, როდესაც ომობს, გამზავებელი კაცშვილი არ აყავს. ამიტომ არც საბერძნეთის ეკონომიკისთვის იქნება მისაღები 5%-ის გადახდა. ნახოთ. რა იქნება ეს ყველაფერი აწყობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, აღმოსავლეთ ევროპის ძირითად ქვეყნებს, ეს პოლონეთი იქნება, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ჩრდილოეთის ქვეყნებს, რომლებმაც თავად გაიშარეს თავი შვედეთი და ფინეთი, თავად გაყვეს თავი ამ ნატო კვატოს ყველაფერში და არ ვიცი. საინტერესო არის რა მოვლენები განვითარდება. დიდ ფულთანაა უკვე საქმე. საინტერესო იყო ამ სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ჯერ აქაც რო პათხალი მობა იყო, აქაც რო რაღაცა, იმიტომ რომ ეს კლოუნი, უკრაინის პრეზიდენტი კლოუნი, არავის დიდი ხანი არავის შარვალ კოსტუმში არ დაუნახია. ტრამპმა როდესაც დაასხა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ოვალურ კაბინეტში, გამოაწყვეს შავ შარვალ კოსტუმში და მიიყვანეს იმაზე და ცოტა შორს დასვეს, რაც შეიძლება ტრამპიდან შორს დასვეს, რომ ტრამპი არ გაიღიზიანებია და დახმარება კომუნიკეში, ანუ შეთანხმებაში ჩაწერეს, რომ კი ბატონო უკრაინას დაეხმარება ნატო და მიაწვდის 50 მილიარდ ევრომდე ღირებულების იარაღს, მაგრამ ერთი სიტყვა, რომელიც სიტყვაც ნატოში უკრაინის გაწევრიანება შეეხებოდა ამოღებულია და საქართველოს ხო საერთოდ არავის არ ახსოვს. ეს ისე ჩვენი უკნიდან განათლებულებისთვის, რომ იცოდეთ, საქართველოს ხსენებაც არ ყოფილა, არც მიწვეული ყოფილა და არც არავის არაფერში არ ჭირდება. და ძალიან გახარებული იყო ორბანი, რომ მათ შეძლეს მან თურქეთმა და შეერთებულმა შტატებმა სხვათა შორის მათმა დიპლომატიამ გაიმარჯვა და უკრაინის თემა ნატოში აღარ განიხილება თქვენ და სამწუხაროდ. სლავა უკრაინე იძახეთ რამდენიც გინდათ, ახლა გონჩარენკოს დაუჯერეთ, რომ ევროსაბჭო კიევში გადავიდეს და მერე იქიდან ალბათ თბილისში გადმოიტანოთ მერე ევროპარლამენტი. და გეიპარადები მართოთ მერე იმაში, რა ქვია. კი, ძალიან ახლო და თბილი და ტკბილი ურთიერთობები ჰქონდათ ბერლუსკონს და რუსეთის მთავრობას, მაგრამ ბერლუსკონის წასვლის შემდეგ ეს ურთიერთობები ძალიან გაცივდა და
ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა ეს ყველაფერი. ამხელა იტალიური ბიზნესი ხელოვნურად შეაჩერეს და იმ დონეზე ჰქონდათ კონტროლი, რომ პუტინის გამოგზავნილი არაყი, საჩუქრად არაყი ბერლუსკონისთვის ისიც კი სანქცირებული არისო და არ მიაწოდეს როგორც მახსოვს, ახლა ზუსტად თავს ვერ დავდებ, მაგრამ ერთი ამბავი იყო მაგაზე ატეხილი. ასეთ პირობებში საქართველოს ხსენება არც ყოფილა, არც არის არც იქნება მომავალში და ეს იყო ლოგიკური. ეს იყო მოსალოდნელი და დრო არის ახლა, რომ საქართველოს მთავრობამ იფიქროს იმაზე, ქოცობამ, როგორ ამოიღოს ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომელიც თავის და საუბედუროდ თავისივე ხელით ჩაწერეს. მე ამას გეუბნებით, იმიტომ რომ რასაც არ უნდა წიოდეს, ტევე პირველი და კუტუ პირველი და ჭუტუ პირველი არავის არ ახსოვს საქართველოს მიმართულება, ქოცებმა სხვათა შორის ეს ცალკე თემა არის და ამაზე არ მინდა ამ საქართველოს ჭაობზე ვისაუბრო, მაგრამ მოგვიწევს ალბათ ამ თემასთან დაკავშირებითაც იხელთ ეს დრო და ეს არასასურველი პერსონებს გაუბედეს და როგორც იქნა დაიჭირეს. იმიტომ რომ არავის არ ცხელა ახლა საქართველოსთვის, ყველას აქვს თავისი სათქივარი და ოღონ ტრამპი არ გასულიყო ნატოდან, ამაზე ჰქონდათ მთელი ყურადღება გადართული, მაკრონით დაწყებული, დამთავრებული, აგერ საერთოდ პრიბალტიკელებს ხო ის ჰქონდათ დაწყებული, რა ქვია, კანკალი ჰქონდათ დაწყებული და აქედან გამომდინარე ხდებოდა ეს ყველაფერი. ქოცებსაც გაიხსნათ ხელები და ქოცებმაც თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთეს. დიდი ხნის უკან და თუმცა აქაც სასაცილოა ხაზარაძეს რომ იმის გადაუხდელობის გამო დაიჭერდა იმ კლოუნებს რო და უქრუაშვილს და იმათ რომ იმის გამო დაიჭერ რომ თურმე ის არ გადაიხადეს. რა უნდა ვთქვა ქალბატონო ღაზასთან დაკავშირებით? ღაზაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გენოციდი, ამას ხედავს სადა ქვეყანა მთელი მსოფლიო, მთელი სამყარო, რასაც აკეთებდა თავის დროზე ჰიტლერი დახურულად, რომელიც გერმანულმა საზოგადოებამაც კი არ იცოდა ძალიან ბევრმა, რა ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში, იმას აკეთებს ისრაელი ღიად. შემოღობილ ღაზას სექტორში ამ ადამიანებს ანადგურებს, ჰუმანიტარული შიმშილით სულს აძრობს და ესა დღევანდელი მსოფლიო ამას ხედავს და ფეხებზე კიდიათ ყველაფერი. გამოვიდა ეგერ სალივანი და თქვა ერთი ებრაელი სიცოცხლეო მილიონობით სხვა ხალხისო სიცოცხლეზე ბევრად მეტი არისო. რა უნდა თქვა? ნორმალური სახელმწიფო ისა რა ქვია დიდი ნორმალური თავმოყარე სახელმწიფოები რასაც ისრაელი აკეთებს. ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. აქ არ არის ვინ ვის მხარესა, ესა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ასე დამნაშავე რეჟიმთან საერთოდ გაწყვეტდა დიპლომატიურ ურთიერთობებს. საერთოდ გააძევებდა ელჩს და ეტყოდა შენ არ ხარ ნორმალური ქვეყანა, შენ ახდენ გენოციდს და მე ესეთ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა არ მინდა დიპლომატიური ურთიერთობების და ახვევიებდა და გაუშვებდა. როდესაც ქვეყანას ყავს ოფიციალურად გამოცხადებული სამხედრო დამნაშავე. და ჩვენ ხო ამას ვაღიარებთ. ჩვენ ხო ქართველები ხო ვაღიარებთ სოფლიოს სამხედრო ტრიბუნალს. და რატო გვაქვს ურთიერთობა იმ დამნაშავე რეჟიმთან, რომელიც დამნაშავე რეჟიმიც მართავს ამ ქვეყანას. არ ვიცი. ამათ ვინ მიცა თავმოყარეობა და ამათ ვინ მიცა კაცობა და ამათ ვინ მიცა ადამიანობა საერთოდ რომ რამეზე იფიქრო. მონები არიან, უნდათ მონური ცხოვრება. ოუკრივავთ, ჩემო ძმაო, ოუკრივავთ და უყიდით, მაგრამ აბა რა გითხრა? ქოცებზე ხვალ ცალკე ვისაუბრებ, ერთი მაინტერესებს, როგორც იქნა ქოცებს იმდენი ვლანძღე და იმდენი ვაგინე და იმდენი ვიმასქენი, როგორც იქნა ცილისწამების კანონი გახსენებიათ და დღეს გონია ცილისწამების მუხტს დასჯადს ხდიან. ნელ-ნელა აქეთ მოდიან საჩემო აზრზე და რაღაცნაირად, როდესაც გაგიჭირდებათ, მერე გაგახსენდებათ კი ეს ბარეორი, რაზეც ლაპარაკი მქონდა, ჯერ სად ახართ. ახლა თუ კიდე ასე აგრძელებთ, ძალიან მალე ქოცებმა მამის სახელი და ეროვნება დააბრუნეთ პასპორტში, ესეც აუცილებელი არის, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. მოკლედ ეს სიტუაცია არის.
აი ეს სიტუაცია არის, სადაც საქართველოს არავის არ ახსოვს, უკრაინას არავის არ ახსოვს. ძალიან კარგად აჩვენა ირანთან დაპირისპირებამ, რომ დასავლეთს არანაირი ძალა არ შესწევს, მან დაიცვას თავისი მოკავშირეები აღმოსავლეთში, იგივე ისრაელი, ევროპაზე ზედმეტი იყო საუბარი, ევროპა დახმარებოდა ძლიერად შეერთებულ შტატებს ერთადერთი შეეძლო და მით უმეტეს ორ ფრონტზე, რომელიც ეხებოდა უკრაინას და ისრაელის ამბავს, ამან საერთოდ გაანადგურა ევროპული ლიდერების ჩამოყალიბებული მისწრაფება აღმოსავლეთით ბრჭყალებში დემოკრატიის ექსპორტთან დაკავშირებით. კარგით, შემოკარგებო, რა ვიცი, თუ რამე კითხვა გაქვთ, დამისვით და დაგემშვიდობებით აღარ შეგაწყენთ თავს. მოკლედ, ეს ხდება და ესეთი ამბები ვრცელდება აქ ევროპულ პრესაში, ევროპულ საზოგადოებაში, აბსოლუტურად ყველა საკელში ამოსული სიმართლე გითხრათ საზოგადოების დონემდე უკრაინელების ასე თავგასულობა, ასე ხელის გულზე შენახვა, ყველა ამბობს იმას, რომ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მაგის ღმერთი არ იქნა ჩვენი ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის ვერ გადაგვიხდიაო ფულიო და უკრაინელი ტოლულები ხელის გულზე ყავთო შენახულიო და აქ ხო საერთოდ თავზი აქვს ამათ რა ვიცი ხორობას რა ამათ ხორის ჯიშებს მართლა ეს გასული ყველაფერი აგერ აქვს ყველას ყელში ამოსული ამიტომ ერთსულზე არიან როდის მოიშორებენ აი ამ ჭირს ტრამპმაც ეს თქვა რომ უკრაინაში სიტუაცია გამოსულია კონტროლიდან და ახლა მეორე პრობლემა არის იმიტომ რომ ომი კიდეც რო დამთავრდეს და გაჩერდეს ეს ამდენი ნაუმარი ხალხი და ამდენი შეიარაღებული ბანდები საწავლიან ცალკე თემა არის ჩემო ძმაო ცალკე თემა არის მე თუ მკითხავ თუ კი ბრიქსში მიიღებენ საქართველოს თუმცა პოლიტიკური საკითხები თუ იქნება დარეგულირებული რუსეთთან მიმართებაში, ტერიტორიებთან მიმართებაში და ესე შემდეგ, ბრიქსი საქართველოსთვის ძალიან კარგი გამოსავალი იქნება. აუცილებლად. სანამ ბრიქსამდე მივალთ, ჯერ შედით უძმახარ ნატო კვატო მაინც იქნა სამოშლილი. ბოლოსკენ მინდა გითხრათ, რომ გამოიწერეთ აი მითითებული მაქვს ბევრი მწერს ტელეგრამის არხი რომელია, ტელეგრამის არხზე ვდებ იმ ინფორმაციებს, რომელიც აქ ცენზურის გამო იბლოკება და იმყოფებით აი ლიბერასტული, პიდარასტული ბლოკადის ქვეშ და ავაგზავნოთ დანარჩენი ურთიერთობა სხვა პლატფორმაზე, იმიტომ რომ Facebook-ი რაცაა ძალიან კარგად ვიცით. როგორ არა, ქალბატონო, მოსალოდნელი, როგორ არ არის მოსალოდნელი? როგორ არ არის მოსალოდნელი? აი ახლა ებრაელებმა და ირანელებმაო აქო რომ დასწონ ერთმანეთს. ელემენტარულს გეტყვით რა, დღეს გავრცელდა ვიდეო ტელეგრამის არხზე მიდევს, ჩემი ტელეგრამის არხზე მიდევს. უბრალოდ ირანელი ბავშვი, რომელიც დაინახა ბელორუსიული წარმოშობის, ებრაული წარმოშობის, რა ვიცი, ბელარუსმა ებრაელმა მოკიდა ხელი და დაახეთქა პირდაპირ იმაში, რა ქვია, აეროპორტში. ზიზღისგან, სიძულვილისგან და დააკავეს ეს ადამიანი. აი, ასეთი შეჯახებები ყველგან შეიძლება მოხდეს. დავით, სხვა თემა არის ახლა ამ თემაზე ვერ ვილაპარაკე. ტელეგრამის არხზე დევს ქალბატონო და შეგიძლიათ შემოგბრძანდეთ მაგ ტელეგრამის არხი მითითებული და ნახოთ ესეც და სხვა ინფორმაციებიც. კარგი, ჩემო კარგებო, გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, უფალი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას.